Salam მეგობრებო, როგორც იქნა დაგიბრუნდით ახალი ეპიზოდით და რიგი მიზეზების გამო ვერ მოახერხე გადაღება და დღეს გვექნება წლის ბოლო ვიდეო, 2025 წლის ბოლო ვიდეო, სადაც გვექნება setup-ის გაიდი, დაგათვალიერებინებთ ჩემს სისტემას აწყობის შემდეგ რამდენიმე კვირაში, კლავიატურას, მაუსს, კიდევ რაღაც კომპონენტები შევუძინე ახალი, იმასაც დაგათვალიერებინებთ და ასევე განახებთ ჩემს სამუშაო ბეჭდსაც workshops, როგორც კიდე დავუძახეთ, სადაც უშუალოდ მუშაობ ხოლმე კლიენტებს ვემსახურები, შეკვეთებს ვიღებ და იქ ვაკეთებ დიაგნოსტიკას, მოკლედ მაგ ინვენტარსაც და მაგიდასაც დაგათვალიერებინებთ, მოკლედ გამოვყევით და იმედია საინტერესო ვიდეო გამოვა. წავედით. მოკლედ დავიწყოთ ჯერ მონიტორის მიმოხილვით. ეს არის Samsung Odyssey G5-ის სერიის მონიტორი, რომელიც არის 165 Hz-იანი, 2K IPS, არა VA პანელით და საკმაოდ კარგად მემსახურება 1 ms-ით არის, თამაშებში ცოტა ყველანაირ დავალებას მშვენივრად ართმევს თავს. OLED არ არის, მაგდენი ფული არც მქონდა, მაგრამ თავის საქმეს ძალიან კარგად ართმევს თავს ერთ სიტყვით. რაც შეეხება პადს, კი ხედავთ, ეხლა რაღაცა ბრენდული პადი და ეს არ არის, ძალიან დიდი ხანია მაგ და მომწონს, აი ხედავთ როგორია ანიმე სტილში. რაც შეეხება მაუსს, ეს არის ROG Keris-ის მაუსი. აი უკნიდან თუ რამე დეტალები გაინტერესებთ, ზედ აწერია იდეაში ყველაფერი. კაი მაუსი, ეხლა wireless-ი არ არის, მაგრამ თავის საქმეს ისე ძალიან კარგად ართმევს თავს, დიდი ხანი არ არის, რაც ვიყიდე. რაც შეეხება კლავიატურას, არის RK61 Royal Ages რაღაც ეგეთი ფირმაა. RK61 მოკლედ ამისი ვიდეო მიდევს არხზე, როცა გავწმინდე. ესეც როგორც wireless-ი, ასევე ჩვეულებრივი wired mode-იც აქვს. მოკლედ ოფნის და ნორმალური დონის და იაფიანი კლავიატურაც არის, სიმართლე რომ გითხრათ, 150 ლარამდე ყველა ვარიანტში იშოვით. რაც შეეხება ყურსასმენებს, ესენი არის HyperX-ის, wireless-ები არ არის, ну, როგორც ხედავთ, კაბელი აქვს, დამიძველდა უკვე, cloud-ებია, ოღონდ არა wireless-ერია, აი წარწერაც გაეცვითა უკვე იმდენი ხანია მაქვს. ეს შესვლელი მაქვს და მინდა wireless-ი უკვე, იმიტომ რომ ძალიან მიშლის და მაწუხებს აი ეს კაბელი ხელს. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი setup-ის, რომელიც არასდროს არ მithქვამს და მიხსენებია რომ მქონდა, არის დინამიკები, ბარემ ხავე განახებთ. ესენია Edifier-ის MR4 დინამიკები, აი ხედავთ, ესენია ძალიან მაგრად ისმის, ცოტა მაინც ბიუჯეტურებში გადის, მაგრამ ბიუჯეტურებისთვის ზვირიღირ და მაინც 400 ლარამდე მივეცი ამ დინამიკებში. ძალიან კარგი ხმა აქვს, ამისი sound check-ი როგორ გადავიღოთ, თქვენთან მაინც ხმერად გაისმება ხმა, მაგრამ anyways, თუ ვინმე აპირებთ დინამიკების ყიდვას მაგ ბიუჯეტში, აუცილებლად ეს არჩიეთ, ძალიან კარგი ხარისხი აქვს ხმის. განსაკუთრებით ინსტრუმენტების, ცოტა ვოკალზე აქვს პრობლემა, მაგრამ ესეთი სერიოზული არაფერი ერთ სიტყვით. კომპიუტერი, მაგრამ სანამ კომპიუტერზე გადავალ, მინდა განახოთ კიდევ ერთი დეტალი, რომელიც შევიძინე. ეს არის მონიტორის ფეხი. არა, არმი, ფეხი არა, ფეხი მოხსენი. აი ასე გამოიყურება. ცოტა მომატო განათება. აი ნახეთ, საკმაოდ პრემიუმ ხარისხის არის, ზოგადად 100 ლარამდე ღირდა ყველა ეს ფეხი და მე მივეცი 160 ლარზე მეტი. აი ასეთია, ქვევით როგორ მაგრდება მაგასაც შეგახედებთ, აი საკმაოდ მყარად არის დამაგრებული. ეს არ მიუძლებს 20 კილოზე მეტ მონიტორებსაც, ну, პლუს-მინუს 1-2 კილო რა, 20-ის ზევით და ქვევით. ძალიან მაღალი აწყობის ხარისხი აქვს კაბელ მენეჯმენტისთვის, რა თქმა უნდა, გამოყოფილი სივრცით და ეს მონიტორი 5 კილოგრამამდეა, თავი დავიზღვიე და პირდაპირ ვიყიდე. ესეთი რომელიც შეიძლება რომ ძიმე მონიტორებიც დაიჭიროს და მიკროფონი, ხო, ეს როცა მჭირდება, მაშინ გამომაქვს ხოლმე. ეს არის HyperX-ის Dualcast-ი. რა ფუნქციებიც აქვს სრულად მყოფნის და ყელში ამომდის, ესე რომ ვთქვათ. Quadcast-იც არის, რა თქმა უნდა, ამისი უფრო ლამაზიც არის ის, მაგრამ არაფერში არ მჭირდებოდა და დამატებით 200 და 150 ლარი უბრალოდ არ გადავიხადე მასში რა. მიხვდით მოკლედ. ხო, მონიტორს ბარემ განახებთ, ფუნქციები ახლა რა თქმა უნდა, მოტრიალება, მიტრიალება,
კიდე ზევით აწევა, ქვევით ჩამოწევა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აქვს. ნუ ამას ბევრს აღარ შევეხები. ყველანაირად შეუძლია მოძრაობა, მოტრიალება აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული და ხო, როცა თუ დააპირებთ უბრალოდ შეძენას, გაითვალისწინეთ სამაგრის ზომა და რა თქმა უნდა კომპიუტერი, მოდით ერთი კადრებსაც განახებთ ლამაზად. აი ასე. ორი მანქანა ჩავდე ხო? ეს ჩვენი ყინულის კაცი უკან ნაძვის ხენ სახელმწიფო თემატიკაშია მორთული აგერთოვლის ბაბუასაც კი ხედავთ და თოვლის ბაბუის ქუდიც ახურავს. აი ესე გამოიყურება. ნუ ხო ვინც წინა ვიდეო არ ნახეთ, არ გინახავთ ამ კომპიუტერის აწყობის 1080 Ti იდევს, იმიტომ ამ ძლიერ კომპიუტერში რომ უბრალოდ ფული აღარ მეყო და ვაგროვებ მაგისთვის რომ ახალი კარტა ჩავსვა. მოკლედ ეგეც ოდესმე იქნება რა. ნუ საბოლოოდ აი ასეთი, ნუ მაგიდას კი ხედავთ, ამას ბევრი განხილვა აღარ უნდა. ეს იყო ყველა ის კომპონენტი, რაც ჩემ კომპიუტერს ახლა აქვს. დავაპირებ პირველ რიგში ყურსასმენის გამოცვლას, ნუ ეს ანტენა პლატიდან არის. და ზევით ერთი პოსტერიც მიგიდია make pickles not war. Okay. ფორმა ზამთარია და ერთი გამათბობელიც მიდგას. ეხლა გადავიდეთ უკვე სამუშაო მაგიდაზე. ზოგადად ასე გამოიყურება. ხო, ეს puzzles რაც შეეხება, ეხლა წლის ბოლო არის, ცოტა ხანი ვისვენებ. ნამდვილი ხანი ასე თქვა, ჩვეულებაში ვარ, რო თქვა და კლიენტებს აღარ ემსახურები. 5-10-იანვრამდე დაახლოებით და ამიტომ ეს სამუშაო სივრცეც puzzles გამოვყავი, ძალიან მიყვარს და ვაწყობ ერთ სიტყვით. რაც შეეხება დანარჩენს, აი ეს ადგილი ბევრჯერ თქვენ თვითონაც გექნებათ ნახე ვიდეოებში. სატესტო მონიტორი არის, თავისი კაბელები ეხა FJ კაბელი აქ ამ მონიტორს, სატესტო კვების ბლოკი 650 ვატიანი, აქ პლატას ვდებ ხოლმე და რაღაც მსგავს შემთხვევებში, როცა არის პლატა და სატესტიან სისტემა მაგიდაზე, ნუ განათება მაქვს აქ, რა თქმა უნდა, დენის წყარო და ნუ ეს puzzle. ეს ჩემი შტატივი, რითაც ყოველთვის ვიღებ ვიდეოებს. ძალიან საინტერესო ადგილი შემდეგ ზემოთ თარო ესე ვთქვათ. აქედან დავიწყოთ, აქ არის ფლეშკები. აქ არის ფლეშკები, ზოგი Windows-ის, ზოგი ინტერნეტის მიღების, ზოგი პროგრამების. აქ გვაქვს SATA კაბელების თლიანი ყუთი, აქ ხამუტებია და კაბელ მენეჯმენტის ინვენტარია ზოგიერთი. აქ გვაქვს კიდე პატარ-პატარა რაც შურუპები, ქიქეფების ამოსაღები, მიკროფონის სტადიოს დასამაგრებელი, კვების ბლოკის დასატესტი, წებო, პინცეტი, კლავიატურის და მაუსის სვიჩები, მოკლედ აი ეგეთი ხარახურა მაქვს აი ამ ნაწილში თაროსი. რაც შეეხება მეორეს, აქ უფრო ხელსაწყოებია, აი სოკეტის მოსახსნელი კულჩები, ესე ვთქვათ, რო სოკეტი მოხსნათ პლატიდან, სანთებელა მაქვს ყოველი შემთხვევისთვის. ჩვეულებრივი სკოჩი, რომელიც ზაუმა შეჭამა და იზოლაცია შიგნით, ასევე კალამი, სუპერწებო, სატესტო ვინჩესტერი არის ეს, სუფთა, ატვირკების ნაბორია და ასევე სხვა ზომის ატვირკებიც მაქვს ფუნჯებთან ერთად გასაწმენდად და ნუ ერთი მაგნატელიც არის ყოველი შემთხვევისთვის. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, ეს არის ჩემი ანტიკვარი რელიკვიები თუ უბრალოდ ნივთები, რომლებიც მინდა რომ გქონდეს და არასდროს არ გავყიდო და არაფერი არ უქნა. აქ გვაქვს პროცესორი, ეს უნდა იყოს სერვერის პროცესორი E5506. უძველესი პროცესორია, რელიკვია რასაც ქვია და მეორე პროცესორი არის Intel E8400. მოკლედ უძველესი პროცესორებია, ერთი სერვერის, ერთი კომპიუტერის ჩვეულებრივად და გვაქვს აი ეს ვიდეო ბარათი Nvidia Grid-ი, რომელიც არის სერვერის ვიდეო ბარათი, ჩემმა მაგაცამ აჩუქა ეს ვიდეო ბარათი. აი ხედავთ როგორი ტიპია. როგორც ხედავთ, აქ აქვს კვების წყარო და არ აქვს ვიდეო კარტის, ესე იგი გამოსახულების გამოსატანის სივრცე, პორტი, იმიტომ რომ სერვერისა და არაფერში არ ჭირდება. აი ასეთი ვიდეო ბარათი. კარგი ბატონო. ნუ ეს ადგილი გავიარეთ, ზევითაც განახებთ. ნუ აქ გვაქვს მივხვდით ალბათ რაც არის უძველესი PSI Express სტუდიური expansion-ია. არაფერში არ გჭირდება, ეს უბრალოდ მაქვს.
ესენია ჩემი ვიზიტკები, Berotech-ის ვიზიტკები. ვაუ, დამეყარა. Cool. აი, განახებთ უბრალოდ და მე გავალაგებ. ასეთი ვიზიტკა მაქვს გაკეთებული Berotech-ის. აი, აქედანაც ნახავთ, სერვისების სიაწერია, ასე შემდეგ. ეს ადრე ამოვბეჭდე, აქ არის დაშლილი GT 630 ვიდეო კარტა, საკმაოდ ძველია, ესეც რელიქვია ფაქტობრივად. რაც შეეხება აი ამებს, ესენია სერვერის გაგრილებები, ამას აღარ ავიღებ ახლა და ზევით კიდე ლეპტოპის დისკის სამკითხველი და კიდე ერთი expansion slot იდევს. ინტერნეტის LAN პორტებია, ესე ვთქვათ, ესეც PSI-ის მხრიდან უძველესი დედაპლატა სასერვერო, რა თქმა უნდა. ეს არის ინტეგრირებული APU პროცესორისთვის გაგრილება. აი, ეგეთი რაღაცები მაქვს, დიდ რო არც ვიყენებ ამებს, რა აქ რაც დევს, ამიტომ ბევრს აღარ ვისაუბრებ. და ხო, ჩემი Lego არ არის რეპლიკაა, მაგრამ დამზადებული Doge-ის მოდელი, რომელიც ასეთი სათამაშოები და ასეთი კონსტრუქტორები ძალიან მიყვარს და ხო, მაქვს კიდევაც აგერ თაროზე შემოდებული, ანუ თარაზო რა ვიცი ხარ შეჭის ხოლმე და ხანაში. კაი, თაროს ნაწილი და მაგიდის ზედაპირის ნაწილი გავიარეთ, თუმცა ხა უჯრებსაც განახებთ. აქ გვაქვს ნათურები, აქ არ უნდა იყოს. კარგი არა უშავს. აქ მაქვს გადამყვანები DVI-დან FGA-ზე, FGA-დან HDMI-ზე, USB-დან ინტერნეტზე, აი კლიენტისგან გამომდინარე შეიძლება რა ქონდეს ყველას დაზიანებული ხან რა და მოკლედ მსგავსი პრობლემები რო ავირიდო თავიდან, გადამყვანები ბევრი მაქვს, ეხლა ყველას არ არის აქ. რაც შეეხება ამას ალბათ და გაინტერესათ, ეს არის ზეთი, კულერებს ხანდისხან, იშვიათად, მაგრამ ხანდისხან ჭირდებათ ხოლმე დაზეთვა. უნდა ახადო ხუფი და ჩაასხა ზეთი და მე ხმა უკრება და კარგად ტრიალებს, ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის ზეთიც მაქვს. რა თქმა უნდა, საკრავი მანქანის ზეთია ეს, არ შეიძლება ჩვეულებრივი ზეთის ხმარება, როცა გვინდა რომ გავასწოროთ ეგ პრობლემა კულერებს. და აქ გვაქვს კიდევ ამ ნემსშიც ეგ იყო, ამას რო ხედავთ. და აი ამ კონტეინერებშიც თუ რავი, ფლაკონებშიც გვაქვს იზოპროფილის სპირტი 99%-იანი თუ 97%-იანი რამიშალობა აქვს, რომელიც უსაფრთხოა ტექნიკაზე დასასრულად და გასაწმენად, იმიტომ რომ ძალიან მალე ორთქლდება. ნათურები მაქვს, ზოგი გაფუჭებულია, ელემენტები, ეს ის სატესტო SSD-ა, რომლითაც ვტესტავ ხოლმე სისტემებს, თუ მაგათი არ მუშაობს, ან პოტენციურად დაზიანებულია და ჩემი მთავარი სიმდიდრე ეს კულერები და მთავარი სიმდიდრე. მოკლედ აქ მე ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ. ესენია DDR3, 4, 2, 3 და 4-ის ოპერატიულები, როგორც ლეპტოპის, ასევე კომპიუტერისთვის. მოკლედ ახლა ესენი რო გავყიდო, ერთ ახალ კომპიუტერს კი ვიყიდი. მოკლედ სატესტოებია, ესენი არ იყიდება, არანაირად, როგორც არ უნდა გაძვირდეს, იმიტომ რომ მაინც მჭირდება ხოლმე. დავაბრუნოთ უკან. ეს ოპერატიულები ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ თუ დაზიანებულია ხოლმე კლიენტის ოპერატიული, ამით ვტესტავ და ვადგენ სლოტის ბრალი იყოს თვითონ ოპერატიული სტიკის. ხო, ეს უჯრას პრინციპში დამთავრდა. კი ბატონო. რაც შეეხება მეორე უჯრას, აუ ეს ვიზიტკები როგორ დამეყარა ძეჭს. აქ მაქვს ზოგიერთი გასაყიდი და ზოგიერთი სატესტო დედაპლატა. მათ შორის აქ ის პლატა, რომელიც გავრეცხე, ალბათ იცანით, თუ გაქვთ ის ვიდეო ნანახი, აი ეს არის. ისევ მუშაობს გადასარევად ხოძზე ერთი სიტყვით. ეს მეორე პლატა მაქვს კიდე ძალიან პატარა ზომის და ქვევით ერთი პლატა კიდე DDR3-ზე 11.55 სოკეტზე, რომელიც დაზიანებულია. და ეს კულერია პროცესორის, უბრალოდ რო სატესტო სისტემას ვაწყობ ხოლმე, ვაყენებ რომ რამე არ მოუვიდეს, არ გადახურდეს პროცესორი ძალიან. კი ბატონო. ესაც ასე და ბოლო უჯრა, აქაც რაღაც პლატები მაქვს, ზოგი სერვერის, ზოგი ასე იზოპროფილის სპირტი, მთლიანი შეკვირა, რა თქმა უნდა, დიდი ეს მჭირდება ყოველთვის, გასაწმენდაც და ისეც. სველი სალფეტკები ხანაში მჭირდება ხანაში, პროცესორის კულერი ისევ და ერთი კვების ბლოკი უბრალო, რომელიც რა ვიცი, გადასაგდებია ძალიან პატარა 350 ვატიანია და არაფერში არავის არ ჭირდება. კი ბატონო. რაც შეეხება ქვევით ნაწილს, აქ პირდაპირ გითხრათ, აი ამ დაზიანებული პრინტერის და ერთი სერვერის გარდა, ყველაფერი არის უბრალოდ კაბელები. აი მაგალითად ეს 5
ხედავთ, აი ზოგი ინტერნეტის, ზოგი კვების კაბელია აქ. ასევე აქ არის HDMI და display კაბელები, რომ დამჭირდეს ყოველი შემთხვევისთვის. იქაც რაღაც სატესტო კვების პლოტია, სატესტო დინამიკებია, დისკის სამკითხველი ვიღაცას უ დისკზე მოუნდა რამის ჩაწერა, ყოველ შემთხვევაში დავაერთებ და აი ამ ყუთში მაქვს რადიატორები და იოშილდები. ой, რაღაც შურუპები, ესენი არის შურუპები. კაი, დავანებოთ ამას თავი. აქ გვაქვს რადიატორები, აი მაგალითად დაშლილი სერვერებიდან, დაშლილი ვიდეო ბარათებიდან, პლატებიდან. არის შეიძლება ოდესმე გავამადგეს და იოშილდები, იმ პლატებისა, რომლებიც ზოგი მაქვს და ზოგი აღარც მაქვს. მოკლედ რა და იქ ზოგიერთი კიდე რაღაც სარესტო კულერები დევს ერთი სიტყვით. ცოტა მისალაგებელია ეხლა, მაგრამ ეგ არაფერი დავაგდება ჩვეულებრივად. აი მეგობრებო, მოკლედ საბოლოო ჯამში ასე გამოიყურება. ნახეთ, რამდენი სატესტო ინვენტარი მაქვს. ჩვეულებრივ საქმიანობას რა თქმა უნდა ვეწევი, შეკვეთებს ვიღებ, ანუ აწყობაზე, დიაგნოსტიკაზე ასე შემდეგ თავისთავად. და ხო, მოკლედ რასულ ეს იყო, ამასთან ერთად მაქვს ფაზლები მიყვარს ნუ ძალიან კონსტრუქტორებთან ერთად. აგერ მაქვს პიზას კოშკი, ასევე გვაქვს ესეთი ძალიან ლამაზი ფაზლი, 3D ფაზლი. აი ხედავთ. და კიდევ აი ეს გემი, რომელიც 3D ფაზლია, ესეც საწყობილია და ამასთან ერთად ეიფები, რომელიც ძაღლმა ზედანაწილი მოაკვნიტა, მოაჭამა და მოძრა. ამიტომ არის ასეთ მდგომარეობაში. კარგით. სულ ეს იყო ვიდეო. იმედია მოგეწონათ, ისიამოვნეთ და შევხვდებით შემდეგ უფრო საინტერესო ვიდეოებში. რა თქმა უნდა, თუ რამე რჩევა გექნებათ და რაიმე ინფორმაციის გაზიარება მოგინდებათ, აუცილებლად გამიზიარეთ. ნახვამდის.